ლანჩხუთში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ გურჯაანის სპორტული გაერთიანების წარგზავნილები. მოსწავლეთა შორის მესამე საპატიო ადგილი დავით ცერცვაძემ დაისაკუთრა, სენიორებში კი ჩემპიონის წოდება საქართველოს სპორტის დამსახურებულმა მოღვაწე გიორგი ქიტესაშვილმა მოიპოვა. მოჭადრაკეები სამახსოვრო თასებით, შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ. შვიდი დღე მიმდინარეობდა ლანჩხუთის საერთაშორისო ტურნირი, ნოე ჟორდანიას სახელობის ტურნირი. მოგახსენებთ, რომ ნოე ჟორდანი იყო თავად ლანჩხუთიდან და აქ მოიყარა ძლიერ მოჭადრაკეებმა თავი. 300-ზე მეტი მონაწილე იყო. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო ამ პატარა ქალაქში, ასეთი დიდი ტურნირი და ასეთი კარგი მასპინძლობი და თავიდან აღნიშნე, რომ ძალიან კარგი სტუმართ მოყვარობა გამოაჟღავნეს და ძალიან კარგად გაგვიმასპინძლენ ყველანაირად რა. როგორც აღნიშნე, 300 მონაწილე იყო და ჩატარდა ასაკობრივ ჯგუფებში, სენიორებში და საერთო ოხფენში ჩატარდა ტურნირი. მე პირად უღებულობდი მონაწილეობას, ჩემი მოსწავლეები იყვნენ წაყვანილები, ყავდა წაყვანილი ჩემი მოსწავლეები. ძალიან კარგად ითამაშა ერთ-ერთმა დავით ცერცვაძემ, მან მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა, აიღო ჯილდო და ფულადი პრემიაც. მეც ძალიან კარგად გამოვედი ამ ტურნირზე, ავიღე 7 შეძლობიდან 5 ქულა და პირველი ადგილი დავიკავე სენიორებში.